მეგობრებო, მოგესალმებით. გვიახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა ჩვენი მორიგი შეხვედრა, გადაცემა, რომელსაც ასე დავაქვით ლაზარე გამოვედგარე. დავიწყოთ უმნიშვნელოვანესი ლექსით. აიარე, ბაიარე, ბაიასწორ თანაბარე, ქირსერე და კალანდარე, წაგურთხია დიდი დღარე. ეს ლამაზი მეგრული ლაზური ლექსი გვეუბნება, რომ აი არის ხარებობა, მერე მოდის ბაიობა, ბზობა, მერე მოდის ამ ბზობის სწორზე აღდგომა, მაგრამ აი ბზობის წინა დღეს ეძახიან ლაზარეს შაბათს. და რაკიღა ლაზარე დაკავშირებულია ქართულ ენასთან, ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი საუბარი, ჩვენი შეხვედრა ქართულ ენას და ქართულ ამბავს უძღვნათ. ამბობენ პაპა იაკობი იჯდა თავის კარმინდამოში, მუშაობდა წინგზე, დედაენაზე და ამ დროს პატარა ბავშვი შევიდა ეზოში და გაზაფხულის მობრძანება ახარა, მიულოცა და უთხრა პაპა იაკობ აი ია და გაუწოდა იისკონა და ეს ულამაზესი ორსიტყვიანი ჭიანდადება აია გადაიქცა გასაღებად დედაენისა საწყისად იმ დედაენისა, რომელმაც გაამთლიანა და გააერთიანა საქართველო. მინდა იმ თავით ეთქვა, რომ ფარნავაზის დროსაც, როდესაც ეს მემატიანე და არღარა იზრახებოდა თვინიერ ქართულისა სხვაენა ქარცაშინა, შემდეგ გრიგოლ ხანძთელის დროსაც ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, სადაც ქართული ენითა ჟამი შეიწირის და ლოცვები ყოველი აღესრულების, ანუ ქართული ენა იქცა რწმენასთან ერთად საქართველოს გამთლიანების სიმბოლო. იგივე ხდებოდა აი ამ მე-19 საუკუნეში, უკაცრავად, როდესაც ცალკე იყო ქუთაისის გუბერნია, ცალკე იყო თბილისის გუბერნია, დაშილდაქცეული და დაქუცმაცებული საქართველო მეფის რუსეთის დროს და აი ამ დროს რაღაც ქართველი პატრიარქები ყავს, რაღაც ეკლესიის ავტოკეფალია, რაღაც ბაგრატიონები, მოვიშალა ყველაფერი და ამ დროს გამოდიან ერის ასპაეზე, ერის მამები და იაკობ გოგებაშვილმა თავისი დედაენით გაამთლიანა საქართველო. ილია ჭავჭავაძესთან და მის სხვა თანამოկარმეებთან ერთად. ამდენად დედაენა გადაიქცა ამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად, როგორც საქართველოს გაერთიანების სიმბოლო, იარაღი და საშუალება. ამიტომ როცა ილია ჭავჭავაძე იტყვის, რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგჭა ჩვენ მამა-პაპათაგან მამული ენა სარწმუნება, თუ ამათაც არ უპატრონებთ და ქართველები ვიქნებით, ენა ლამის უპირატესია, რამე თუ მისი მეშვეობით მოხდა, როგორც ვთქვით, დაქუცმაცებული საქართველოს გაერთიანება და როდესაც მიუტანა პირველი ეგზემპლარი ილია ჭავჭავაძეს ამ დედაენის და ჭავჭავაძემ წაიკითხა ლექსი, ბიჭო, ვიცი ხარ მალხაზო, დაუჩი დედაშენსაო, საქმე რო არა გქონდეს და ჩამოიბედი ჩვენსაო, გასწავლი ქრისტეს მცნებას არაგებს გეტყვი ბევრსაო, დაუწუნა ეს გასწავლი ქრისტეს მცნებას, გადახაზა ჩაუსწორა გასწავლი წერა-კითხვასა. როცა გაოცებულ მზერას წააწლა იაკობისას აუხსნა, რომ ოსმალეთი ახალი შემოერთებულია, ოსმალეთის საქართველო, ლაპარაკია აჭარაზე და ამდენად იქაურ ბავშვებში ოჯახში რომ მოხდება ეს წიგნი, შეიძლება ხელი აღარ მოკიდონო. ამდენად წინ აყენებდა ილია ჭავჭავაძე და ყველაინც ქართულ საქმეს. და ამიტომ როცა ჩვენ ვიძახით, რომ ღვთისმშვილთა ორი ხანა არსებობს, პირველი ხანა როცა დევებს ებრძოდნენ ღვთისმშვილები და არე-მარე გაუწვიდნენ საცხოვრისი ქართველებს თავის საყმოს, მეორე ღვთისმშვილთა ხანა არის უწყვეტად მთელი ჩვენი საქართველოს ისტორიის მანძილზე, როცა იბადებოდნენ ილიას დარი ადამიანები, მათ შორის იაკობი, ყაზბეგი, აკაკი ვაჟა და რომელთი ჩამოთვალოთ. ეკალია.
იქ აფარებს ნაზი ია თავს. იმითაც მნიშვნელოვანია, რომ იამ ამ ნაზმა არსებამ უნდა ზლიოს მის თავს დაყელი 1000 გას სიმძიმეს და ამ თავის სინაზი თავის სუნელებით გაზაფხული მოგილოცოს. ამდენად ია სიმბოლო იყო ზოგადად სულიერების ქართული საქმის, ვარდი კი სიმბოლოა ღვთისმშობლის. ამიტომ როცა წერს აკაკი წერეთელი ეკაში ვარდის შემიშენებლად რომ ამოსულიყო, ია საზოგადოდ არის ამ ქვეყნიური სიბრძნის სიმბოლო და ვარდი არის ღვთაებრივი ღვთიური სიბრძნის სიმბოლო. ამიტომაც არის რიგი ლექსები, რიგი სიმღერები მიძღვნილი აი მთაზე და თოვლიანზე და ია დავთესე ვარდი მოსულა, ია ვთესე ვარდი ვშალე წინ ბატონებს დაუყარე, იავნანამ რა ქნა. ანუ ვაჟა-ფშაველას იაკობ გოგებაშვილს ამოთხების სათაურად შემთხვევით არ შეურჩევია ეს იავნანამ რა ქნა. ანუ იავნანამ გამოაღვიძა ქეთოში მივიწყებული ეს დედაენა. ეხლა მე მინდა ერთი ულამაზესი ამბავი გაგახსენოთ. ერთია ქართული სიმღერა უჭკნობელო ვარდის კონავ და მეორე გალაქტიონის ნიკორწმინდა მზერა ქართულია სირჩის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით. ეს ფრთიან ფასკუნჯს ამოყავს ქვედა სამყაოდან სამზეოზე მზეჭაბუკი. აი ასევე ამოყავს ადამიანის სული, ჩვენ ვნახავთ დღეს ამ გადაცემაში ქართულ ამბანს და ყოველივე ქართულს აი ამ ქვესკნელიდან ზენა სამყაოში რათა გადარჩეს. უჭკნობელო ვარდის კონა, შემკობილო ალვის ხეო. მე ხომ ფრთები არ მასხია გადმოფრინდე შენსკან მეო, ჭირს მოგჭამ, ნუ შეგძულდები, ერთი ქართული მითხარო, მათხვე ბარი ნიჩაფი სამარი ამოვითხარო. ძნელია მოგდეს ვაჟკაცი, უდრო დაიკაგოსა, მისი კოკობი ულაში, მიწაში ჩაიმარხოსა. უჭკნობელი ვარდის კონა ღვთისმშობელია. ერთი ქართული მითხარო, ესე იგი ლაპარაკია არა სასაუბრო ქართულზე, როგორც ჩვენ საუბრობთ, არამედ ქართული ენა, ქართული არის უფრო მეტი რამ, ამას ჩვენ ახლა ვნახავთ მოგვიანებით, მაგრამ რა ბარზეა საუბარი, რა თოხზეა საუბარი, რა თავის დამარხვაზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ აი ამ სამარის ამოთხაზე როცა საუბრობთ, ახლა ჩვენ აუცილებლად გავეცნობით ირაკლი აბაშიძის ხმა კატამონთან, ოენავ ჩემო, იქაცაა ენას მიმართავს სემლო სამარის. ამ დედაენამ უნდა სამარე, ანუ ამქვეყნიური წარმავლობა დაგავიწყებინოს და მარადიულობას გაზიაროს. ანუ ქართული ენა, დედაენა არის მარადიულობასთან ზიარების სიმბოლო. ამდენად თავის დაკავება და თავის დასამარება, როცა მარადიულობას ეზიარები, ნიშნავს შენში მოგდეს ის ძველი კაცი, იმიტომ მიმართო სიძევშე ძველო, ის ძველი უნდა დაიმარხოს, იმ ზეთუნახავმა პატარძალმა უნდა გარდაქმნას ეს სიძე და იმიტომ სტირის აფშინა ბლოს თავს უკვე გახევისბრებული მკვდარო ვაჟკაცობა ცოცხლად დამარხვა თავისა. ანა ფიზიკურ სიკვდილზე აქ საუბარი, არამედ სულიერად მასში ძველი კაცი მოკვდა. ამდენად ეს უყურებელი ლაპარაკია და საუბარი იმაზეა, რომ ქართული ენა, ზოგადად ქართული სამყარო, ყოველივე ქართული ხელს უწყობს მეორე ჩობას, ანუ ადამიანის ხელახალ დაბადებას. ამიტომ ქართული ენა და ყოველივე ქართული ემბაზია და წყალკუთხევაა და ნათლისღებაა სულისთვის. იგივე ამბები ხდება გველის მჭამელში შასვი ეტყვიან მინდიას, კაი ლუდიას სვიანი, გითხარი რამე შენს მაცა ერთი ქართული გზიანი. მე ვარ გზა, ამბობს მაცხოვარი. აბა ერთი ქართული გზიანი ნიშნავს, რომ ის რაც ჩვენ დაგვაყენებს ქრისტეს გზაზე. ამდენად ქართული ყოფილა ზოგადად ქრისტეს გზაზე დამყენებელი ყველასთვის. კვდები დედოფალო, ეუბნება
ექთება მთაწმინდელი პატარა ღვთისმშობელს. და ამშვიდებს ღვთისმშობელი ნუგეშინია ექთემე აღდექი ეს არ არის სასიკვდილი სენი ქართულად ხსნილად უბნობდი. ამდენად ქართული ენი დაიწყო საუბარი და მე თარგმნობით მოღვაწეობა ექთემე მთაწმინდელმა ენამ მომაკვდავი ექთემე მთაწმინდელი როგორც ლაზარე მკვდრეთი დაღადგინა. ამიტომ ქართული ენა ეს არის მკვდრეთით აღდგინების სიმბოლო და საშუალება. თუ საუბარია ინდუელზე, საუბარი არაბელზე, აბა რას ნიშნავს მაშინ ყმა, ტკბილი და ტკბილი ქართული? რატო საუბრობს არაბი ჭაბუკი ავთანდილი ტკბილი ქართულით? ანუ ქართული არაა მარტო სასაუბრო ენა, ქართული არის ყოველივე ის, რაც ზესასთან და გადარჩენასთან გაკავშირებს. ამიტომ როცა საუბარია იმ ღირს ლექსას აბრალდა, ცხადია ქართულად მღეროდა, იმ ენით, იმ პირველადი ენით მღეროდა ავთანდელი, ვის გამოდა რისი ხმათა სიტყვისაგანაც მიდიან მის სასვენად ტყის ყოველ ცხოველი და ფრინველი. ამიტომ ზოშოტას წერს, რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული არ აქვს სიტყვა მცირობა, აქ ლაპარაკი არ არის სასაუბრო ქართულზე, აქ საუბარი არის იმ ენაზე, იმ ქართულზე, რომელიც უნდა აკავშირებს ადამიანს საღვთოსთან. ამიტომ შაირობა საღვთოდ გასაგონი. გადამ ქართულდა იტყვიან დღესაც საქართველოში, როცა უნდა თქვა რომ დამავიწყდა, გადამავიწყდა. ამიტომ ქართულის დავიწყება, გადამ ქართულდა არის დავიწყება ის ვინა ვართ, საიდანა ვართ, საით ვინდივართ. ამიტომ ქართული დაკავშირებულია ზეციურ ხსოვნასთან. ალალ ადამიანზე სიტყვიან გულწრფელ ადამიანზე გულ ქართლი ადამიანი არისო. ამდენად საზოგადოდ ქართული და საქართველო არის ის, რაც დაკავშირებულია სიადალესთან, გულწრფელობასთან და სულის სიწმინდესთან. აბა როგორ მიმართავს განთიაჩი გმირი საქართველოს საფიროს ხველეს ზურმუხტო სულის ჩამდგმელო მხარეო. საქართველო არის სულის ჩამდგმელი მხარე და მომაბრუნებელი. ამიტომ როცა მუხრა მაჭავრიანი წერს ქართული მარტო ენაა, ქართველთა წმენა ღმერთია, ბედისერა, ზღვაროა იმოდენა. ასე რომ ქართული არ არის მარტო სასაუბრო ენა, ქართული არის ჩვენი ბედისერა და ჩვენი წმენა და ყველაფერი ის, რაზეც საუბარი ქონდა. ახლა კი დადგა ჯერი რომ ჟამი რომ ჩვენ გავაჟღეროთ ნაწყვეტი ირაკლი აბაშიძის უკვდავი ლექსიდან. ო ენავ ჩემო, დედაო ენავ, შენ ჩვენო ნიჭო სბოლავ და ფრენავ. შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო, შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო, შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა. შენ ერთი შემჩი სამარის პირთან, თუ რამზე წამდა, თუ რამზე მწვავდა, უტკბილეს დღეთა, უტკბილეს წამთა, უტკვეზი შენ ხარ ენავ დედაო. შენ მწარე ხინო, ტკბილო სევდაო, შენ ყოვლის მთქმელო, ყოვლის ამთქველო. შენ გმირთა გმირო ბრძენო ქართველო, წარსულის ძეგლო, წინ გამხედაო, ქვესკეში მძრომო, საში მჭვეტელო, ხან ფუნჯო ჩემო, ხან საჭეთელო. შენ აკვნის ჰიმნო, ცრემლო სამარის, იბერის ენავ თამარის. შენ ნიჭო ჩემო, სბოლავ და ფრენავ, დედაო ენავ. ამაზე უდიადესი ლექსი მე მსმენია ლადო ასათიანი საქართველოს უთებში გაგაჩინა ზენამ და ბევრი არა. და რატომა ქართული ენა დედაენა ცრემლი სამარის? იმიტომ რომ ამ ენის მეშვეობით უნდა მოინანიოს ადამიანმა თავისი წარსული, თავისი ცოდები და დაივიწყოს წარმავლობა და ეზიაროს მოადგილებას. ეხლა მე მინდა საოცრება გითხრათ, რომ აქ ენის მისიაზე, ენის ღვთაებრივ მისიაზე ბევრი ვისაუბრეთ. საინგილოში
რაც სხვა ძალა შეიძინა ქართულმა ენამ. იქ აკრძალული იყო ცხადია ყველაფერი, ამიტომ საფრავის ლოც საფრავის ქვას არაბული ენას მიმსგავსებული მიკლაკნი მოკლაკნული ქართული ასოებით აწეძნენ ამ ლოდის ქვეშე მდებარეს შეუნდე უფალო. ამდენად ერთი რომ ლოდი ქრისტეს სიმბოლოა, იესო ქრისტეს სიმბოლოა. ამდენად ლოდის ქვეშე მდებარე ნიშნავს რომ ისინი ფარულობის ქვეშე მდებარეს და რაკიღაც წარწერა ქართულ ენაზე სრულდებოდა, ქართულმა ენამ იტვირთა საფრა და კურთხევის ფუნქცია და მისია და ასეც წამდათ ჩვენს ძმებს, რომლებაც მრავალი ტანჯვა და ჯოჯოხეთი გამოიარეს. ამიტომ ის ღვთაებრივი ორსიტყვიანი წინადადება ღმერთო შენ, ამით იწყებდა ყველაფერს საინგილოში ქართველი. ღმერთო შენ შეგვეწიე, ღმერთო შენ გადაგვაჩინე, ღმერთო შენ დაგვიფარე. ეს იყო მთელი წირვა და მთელი მათი ღვთისმსახურება. ეხლა ახლოვდება დიდი ხუთშაბათი, დიდ ხუთშაბათს აკეთებდნენ ჭინჭრის ხინკალს, გაქონდათ საფლავებზე თავიანთ განსვენებულებთან და როცა ცომს ელავდნენ დიასახლისი აი ამ ფქვილს აისოდა ჰაერში, რომ ესე იგი ფქვილით ეს ცომისთვის მოეფინა პურის ნათელი და გამოსახავდა მარჯვენა ხელით ჯვარს. ერთი სიტყვით ყველაფერი ჩართული იყო ქრისტიანობის ხსოვნაში, მათ შორის პურის ცხობაც. იმ თონეზე, იმ ფიცაზე, რომელზეც ამოგუნდაება ხდებოდა, ქვია ორომი. როცა პური უნდა ბერი გამოცხარიყო, ეს ორომები გადაქონდათ ეზოდან ეზოში, ამას ქვია ორომ ტრიალი. ორომები ტრიალდა და როცა ჩააკრავდნენ თონეში პურს, აი ამ ორომს გადაადედნენ ფიცებს ზემოდან თონეს და ზემოდან დახედავდი თონეს, როგორც ბოლნური ჯვარი, ასე ჩანდა, ასე ხდებოდა პურის კურთხევა. ეხლა ჩემმა მეუღლემ ქალბატონმა ნონომ ჩვენი საუბრისთვის საგანგებოდ გადააფარა მაგიდას სუფრა, რომელსაც ქართული ანბანის სუფრა ქვია. ეს იდეა პირველად დაიბადა ფერეიდანში, როდესაც ჩვენი მეგობრის დავითაშვილის მამამ პირველად მოიაზრა, რომ როცა მივიდოდა სტუმარი, ოღონდ აქ ხა ეს წარწერები და ანბანის ასოები არის ზემოდან მხარეზე, მაშინ არშიებზე იყო და უნდა ადამიანი რომ ეს სტუმრად მიდიოდა, მას ესწავლა რამოდენიმე ასო კითხვა და მერე გაუმასწრებოდა. ამდენად ქართული სუფრა გადაიქცა წერა კითხვის გამავრცელებენ ანბანის შესწავლის საქმედ და მას უწოდეს კიდეც მეორე იაკობი. ამდენად როცა გალატიო ინწერს ვინაც გაიგებს ჩუქურთმას ქართულს, ის პოეზია ჩემსაც გაიგებსო, ჩუქურთმა არის ყოველ ასოში. ყოველი კალიგრაფია, ყოველი ნაწერი ხელრთვა ჩუქურთმა ცეკვაში, ჩუქურთმა სიმღერაში, ჩუქურთმა ქვაში, იარაღებზე, საცხოვრის ნივთებზე. ამდენად ეს ამ ჩუქურთმაში არის განივთებული და გასხიოსნებული ქართული სული და ქართული საქმე. ასე რომ ჩვენი ანბანიც ამ ჩუქურთის ერთ-ერთი ნაწილია. ენა ჩადებული არის არა მარტო ანბანში, არამედ ყველაფერში. მე მსურს ჩამოთვალო ეს ამბები კერძოდ რწმენა, თმენა, ფრენა, სტვენა, რკენა, წყენა, მარცხენა, მარჯვენა, რბენა, დენა, ანუ ყველაფერს თავისი ენა აქვს. ანუ ვაჟაცქმის არ იყოს, რაც კი რამ დაობადია, უფალ სულიერ უსულო, ყველასაც ურმე ენა აქვს არაყოფილა ურჯულო. ამიტომ ჩემმა შვილიშვილმა თაიამ, როდესაც ნახატები მომიტანა, სტაფილოზე გამოსახული იყო პირი, თვალები, ყურები და რო ვკითხე მეთქი, რატომ სტაფილოს ამ ზეს თვალები, ესენი ხო ხედავენ, ესენი ხო საუბრობენ, ამათაც ხო ესვინთო. ასე რომ ყველაფერი ისმეს, ყველაფერს ენა გააჩნია, ამიტომაც ჩვენს მეშვიდე ბრუნებას ქვია წოდებითი ბრუნება, ცაო
ხეო, ზღვაო, აბა რომ არ ესმოდეთ ჩვენი ნაობარი მაშინ ვერც მიმართავდით თავისთავად ცხადი არის. ულამაზესი სიმღერაა საინგილოში მამა პაპურ მერე მოდის ღვინო დაპურ თხილი შამფურ სისხლი დაცულ. სისხლით იყო დაცული ყველაფერი და მღერიან, არაფერი აჯობია მათი სიმღერის მოსვენას და მე მინდა ულამაზესი ლექსი უძღვამათ. სიმღერა არის ხენას და კვნესაც, სიმღერა არის ჯვარცმას დიდებას ისე ვიმღეროთ, ოღონდ ქართულად და ვარსკვლავეთი გაინდებაო და მართლა ვარსკვლავეთი ირინდება, როცა მოხვდები საინგილოში მათ სიმღერას მოისმენ და ტკბილს სევდიანს არაწით იღუნეს დავლევ დარდებს ქურმუხს გავაყოლებ და ამ დარდის შემსუბუქებას ეძღვნება ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. რაც შეეხება ჩვენი გადაცემის სახელწოდებას ლაზარე გამოვედგაეთ, უნდა ჩვენ ეს იგავი და ეს ამბავი აუცილებლად გავიხსენოთ, როცა აუწყეს მართან და მარიამა ლაზარეს დემა მაცხოვარს, რომ ლაზარე კვდება და საშვილად უხმეს, შეყონდა რამოდენიმე ხანი აჩქაოდა მაცხოვარი და ეუბნებიან მოწაფეები, რომ ლაზარე კვდება, არა ლაზარემ დაიძინა, მის გასაღვიძებლად მივდივარ, როცა მივიდა ბეთანიაში ლაზარე უკვე დამარხული დახვდათ და ეუბნება გადააგორეთ ლოდი. ანუ ლოდი არის ის გულში გადასაგორებელი და ურთიერთობაში გადასაგორებელი, რაც ლაზარეს კლავს და ლაზარეს ამ ფორმაში ამყოფებს. მერე მიმართავს, რომ შეუხსენით ხელზე, ფეხებზე, თვალებზე, ბაგეზე საკრველები, გაუშვით იაროს და ღვთაებრივ სიტყვებს ეუბნება ლაზარე გამოვედგარე. ამდენად აქ საუბარია კონკრეტულად ლაზარეს აღდგენებაზე, მართა და მარიამის ძმაზე, მაგრამ სიმბოლურად ლაზარე გამოვედგარე ნიშნავს ქართული ენის ღვთაებრივი ბუნების გამოვედგარე, ანუ აღორძინებას იმ ნათლისღებას, რა ნათლისღებაზე და აღდგომაზე საუბრობდა ივანე ზოსიმე თავის ქებარი და დიდებარი ქართულისა ენისაიში. ამდენად ლაზარე გამოვედგარე ეს არის ენის მისია, რომ ადამიანში ღვთაებრივი ბუნება აღადგინოს. რამე თუ ლაზარე ამავე დროს განასახიერებს ადამიანში ორი ბუნება, ადამიანური ბუნება და ღვთაებრივი ბუნება. ეს ღვთაებრივი ბუნება მიძინებულია, ძინავს და აი მაცხოვარი მოდის, რომ ეს ღვთაებრივი ბუნება გააღვიძოს. ახლა მე დღეს გადავწყვიტე თქვენთან მოვიტანო რამოდენიმე სიტყვა დავაჭაშნიკოთ, იმიტომ რომ არსებობს ასეთი რაჭული სიმღერა ამოდუღდი მარგალიტო ნაგობარში ჩადეგ წყალო. აბა როგორ შეიძლება მარგალიტის ამოდუღება? საქმე იმაშია, რომ მარგალიტი არის ქართული სიტყვის სიმბოლო. ამიტომაც ეუბნება აკაკი წერეთელი ვაჟა-ფშაველას თუმცკი გვითევსაო მარგალიტს მკითხველის ამას ვკისაო. ვაჟას პასუხობს მარგალიტების მფლობელიო. ჩვენი პოემაც მარგალიტია, ხო? ხერი ხეს საგოგმანები, ვით მარგალიტიობოლი. ამდენად ამ მარგალიტს ამოდუღება ნიშნავს მის განახლებას და წირვის დროს ბარძიმში ემატება წყალს, ერევა წიდან ნაწილები და მდუღარება. ეს მდუღარება არის სიმბოლო სულიწმინდის, რომ აღსებულ რას სარწმუნება სულითა სულიწმინდის დუღარებით. ამდენად ამოდუღდი ნიშნავს, როცა უნდა ენამ და სიტყვამ შეიძინოს, დაიბრუნოს უბრალოდ სულიწმინდის მადლი. ამიტომ გამოთქვები სულთქმა, მოსულიერება, სულზე მოუსწარი ეხება ზუსტად იმას, როცა ადამიანში ეს სული წმინდის მადლი, რომელიც ქრება, უნდა კვლავ ამოიგზნოს და ამოგიზგიზეს. ამიტომ როცა შუშანიკი ეუბნება ვასქენისმიერ გამოგზავნილი ყმაწვის უკეთეს სულითაც ცხოველ, ან ცოცხალმცა ხართ და მაშინ
სალამი მიბძანები ესო და თუ კი სულით ამ მკვდარ ხართო ანუ ეგ სულით მკვდარი ნიშნავს როცა უკვე შენ აღარ ხარ უფალთან და სულით ცოცხალი როცა უფალში ხარ და უფალთან ხარ ამდენად როცა ჩვენ საკადურს უწოდებს სამშობლოს რომელიც არის სულის ჩამდგმელო მხარეო სამშობლო სადაც ფიზიკურად დაიბადეთ და სამშობლო სადაც უნდა მეორედ ვიშვათ სულიად დაიბადოთ სულიად ვიშვათ ამ დაბადებაში უდიდესი როლი ქართულ ანბანს და ქართულ ენას გააჩნია ამიტომ ყოველ ქართულ სიტყვაში ჩვენი მეგობრების სწორი ულამაზესი აღმოჩენის არ იყოს ნათელია დატყვევებული და ღვთაებრივი ბუნება დატყვევებული და ამას ეძღვნება მთელი რიგი მკვლევები მეგობართა მხრიდან რომლებიც იკვლევენ თითოეულ სიტყვაში განითებულ დამარხულ შენიღულ სულიწვლის მათს რომლის გამომზეურებაც არის აღდგომის სიმბოლო როგორც ქრისტე აღდა მკვდრეთით ასევე სიტყვას უნდა აღდგეს მკვდრეთით და მან ამ სიტყვამ შეიძინოს დაიბრუნოს ღვთაებრივი ბუნება ამიტომ კობა არაბულმა გამოქვეყნა ახლახანს ბრწყინვალე ლექსი ომი ქაჯავეთში და იქ საუბარია რომ წამოიყვანენ ღვთისშვილები და ხოგაის მიდი და გახვა მეგრელაური მათთან ერთად ლაშქრობენ ტყვეებს და ამ ტყვეებში კობა არაბული აღნიშნავს დატყვევებული ამბანს ამიტომ ამბანი დატყვევებულია და თვითონ ხოგაის მინდის პოემა გვერდის ჭამეში რომ 12 წელიწადი ქაჯებს ტყვეთა ყავდათ და ნესთან დაეჯანენ შეიძლება სულაც აი ამ რაზე ჩვენ საუბარი ქონდა ქართული სიტყვის ამ სიბრძნის ამ გონის ამ დიადი რამის დატყვევას ნიშნავს და ამის გამოსახცენად წავიდნენ ღვთისმშობლები ქაჯავეთში რომ გამოიხსნა ამიტომ ენის ტყვეობიდან დახსნა ნიშნავს ოდესაც ენა იბუნებს ღვთაებრივ ბუნებას ეხლა როდესაც ეს შექსპირი ყოფნა აყოფან საკითხავი აი ეს არის ბუნებრივია რას გულისხმობს ყოფნა არის როცა ადამიანი იმყოფება ღმერთთან და ღმერთში და არ ყოფნა არის როდესაც ადამიანი ღვთის გარეშე იმყოფება ამიტომ ნაცარქექია ადამიანში აი ამ ღვთიურ საწყისს აი ამ ნაპერწკას ეძებს რომელიც უნდა ჩაქრეს როცა ეკითხებიან ფშაველებს რომელიც ბრუნებიან ბახტიანის ბრძოლიდან ვინ არის სახელიანიო პასუხობენ პირველი ობორკვილია სახე აქვს ნათელიანი მეორე ლელა ბაჩლერი ქალი ხელფარტენიანი კი მაგრამ რა უნდა და ომში ფარტენას და რა უნდა და ქსოვას საქმე იმაშია რომ ამ შემთხვევაში ეს ფარტენა არის სიმბოლო მატყლი არის აწეჭილი დაწეჭილი ანუ ქაოსური აზროვნების სიმბოლო და ფარტენა ანუ ძახვა ანუ რთვა როგორც ქალები ართავენ ძაბს მოგაგონებთ ჩვენი ქართულ ცეკვასაც როდესაც ლამაზი ასული აი ამ ხელებით ხელებს ისე ამოძრაებს თითქოს იგი აი ამ ძაბს ხელფარტენიანია და ძაბს ართავს და მეორეს მხრივ აი ქაოსიდან კოსმოსი იქნება ჩამოაქვს იძეწება მთელი სამყარო როგორც ეს ხდება ცეკვას სამაიაში ამდენად აი ამ ქალი ხელფარტენიანი ნიშნავს იმას რომ ლელას თავგანწირვამ ლელას აზროვნებამ ლელას მიდგომამ დიდი წვლილი შეიტანა ბახტიანის გამარჯვებაში აქედან გამომდინარე როცა ვაჟა-ფშაველა საუბრობს რომ ლამაზად ლამაზ ქალს ლამაზი ფიქრის წარება აქცევს ღმერთადაო აი ეს ლამაზი ფიქრის წარება ლამაზი ფიქრის ჩამოქმნა არის ფარტენიანობა ქალი ხელფარტენიანი ეს არის როცა აი ამ სამყარო ეს არის იქმენი ნათელის რეალური ხორჩესმა ეხლა შეპირებული მარგარიტები მოვიტანეთ თქვენთან ანუ ამოდუღდი მარგარიტო ყველა სიტყვას ვერ გავშიფრავ რამოდენიმეს კი ანუ
ამ სიტყვებში გადმოცემულია მთელი ჩვენი სულიერი და ფიზიკური ისტორია. მაჩნი ხარ, ასე ეუბნებიან ხევსურეთში შეყვარებულს, ანუ მე შენ მიყვარხარ და რა სიყვარული თუ არა ის, როდესაც გულზე და სულში გამჩნევია უფლის სიყვარული და შენი მყოფობა ზეციურ სამყაროში. გასულფონება, ეს არის ღმერთთან მიახლოება, გახარება, ბუნებრივია გვაინტერესებს ეს ხარება, გახარება საიდან მოდის? გინდა მიჯერეთ, გინდა რა. იმაზე დიდი სიხარული არაფერი არ იყო ქართული კაცისთვის, როცა საგანგებოდ გამოზრდილი და გამოცნული მოზვერი ხარად გადაიქცეოდა და უღერში შეებმებოდა. ამაზე დიდი სიხარული არ იყო არაფერი, იმიტომ რომ ხართან იყო დაკავშირებული ჩვენი ყოფნა, ჩვენი აყოფნა, ის იყო ჩვენი მარჩენალი, ამიტომაც ტაძრის კედელზე წარწერილი ეკლესიის ამშენებელი ხარი ლაბა და ბერი თედორე. ამიტომ ხარი იყო ყველაფერი, ხარს თავის გვერდზე იწვევდა და იგივე ერთ-იგივე სახლში ცხოვრობდნენ. გამიჯნული იყო ცალკე ხარები და ადამიანები აქეთ ამხარეს, ამდენად გახარებაში ჩანს აი ეს ამბავი, რომ როცა უნდა ნარგავმა გაიხაროს, მცენარემ გაიხაროს და როცა უნდა მოზვერი გადაიქცეს გამწევ ძალად. ოჩხარი, 60 არის ღმერთთან პირისპირ დგომა, ანუ ყველა მიჩნდო ღმერთის სამბობითა, მაგრამ როცა იმ ღმერთთან შენი სულიერებით, უმანკოებით, სიწყფეებით, სიადალით შენ კი აქ კმარა კადნება უფასვარი გაუსწრო, არამედ ისინი თვლიან თავიანთ ღირსად და მეოთხე წევრად ღებულობენ და მათთან დგომის ღირსი ხდები, ეს არის 60. ჭენახოზე ვისაუბრეთ, ჭაპანწყვეტა ძალიან საოცარი სიტყვა. ეს ჭაპანი იყო ზუსტად ხარის ტყავისაგან გაკეთებული ღვედი, რომელი ღვედიც ებმემოდა უღეს. თუ ეს ღვედი გაწყდებოდა, იმიტომ დიდი ხანია ეს ღვედი ჭაპანი ჩამოკიდებული იყო ჭერში, რომ ელოდებოდან ხვნას, მაგრამ მტრიანობის გამო მიწა ისვენებდა 1 წელი, 2 წელი, 3 წელი, ამიტომ იმ ყამერი მიწის მოხსნის დროს ესაც უკვე განხმარი იყო და ჭაპანი წყდებოდა. ამიტომ როგორ მოხვედით აქამდეო და აქამდე შილო ჭაპანწყვეტით მოვედითო, ამ სიტყვა ჭაპანწყვეტაზე მთელი ჩვენი ისტორია გადმოცემული, როგორც წალეკვაში, იმიტომ რომ წალეკვაში ურევია ლეკი და ლეკიანობის მთელი 300 წლიანი ისტორია გადმოცემული. ერთ სიტყვით ყოველ ქართულ სიტყვაში ღმერთი სახლობს. ერთი ან ორი პლანი ვენახში ეწირებოდა ან წმინდა გიორგის ღვთისმშობელს, ან აღდგომას, ან ამაღლებას, ანუ ეს ვენახის ორი სვე უნდა ყოფილიყო მოკრეფილი და მე ჩაწული ზედაშეში. ეს იყო საღვთო ყურძენი და საღვთო ღვინო. ამიტომ ქვია მას ზვარაგი, ანუ ზვარა ეწოდება როგორც სამსხვერპლო ცხოველს, ასევე ვენახსაც და აი ამ ზვარასაგან მიიღო მერე ზვარი მთელმა დიდმა ვენახმა. გადაგვარება არის ის, როცა ადამიანი არაზნეობად კი არ ცხოვრობს, არამედ ის საღვთო, ანუ უფლის გვარს უღალატებს და დაავიწყება, რომ ისი გვაისაა, ჩვენ უფლის გვაისანი ვართ. გაძევებას საკუთარი სულიდან ძეს გააძევებ, ანუ შენში აღარ იმყოფება უფალი. რომელეთი ჩამოთვალო ძალიან ბევრია, ყველას ვერ გამოეკიდებით, მაგრამ მე მინდა საუბარს დავასრულებ მანამდის მამა შარვა კეკელიას მიერ მონათხრობი ამბავი გაუწყოთ, რომ ამ ჭირის დღეებში პატრიარქმა ერთხელ გთხოვაო მამებს, რომ მოგეყვანაო საპატრიარქოში მოწყალების მთხოვნელები და როდესაც 100-150 ადამიანი შეიკრიბაო და ელოდებოდნენ პატრიარქის გამოჩენას, იმის მიუხედავად, რომ ყველა თავისთავად ცხადია მონატრებულიყო, ანუ აი საწვენს და სასვენს, როგორც გაწყობილი იყო აბა ზღაპრულად
საგანგებოდ ეს სუფრა მათთვის განკუთვნილი, არავის ხედი არ წასდენია, არავის ლუკმა არ გაუტეხია და მაშინაც კი როცა უწმინდესმა აკურთხაო სუფრა და მიუსხნენ და არავინ არ აჩქერებულა, არავის აჩქარებით აუჭამია იმხელად თითოეულ ლუკმას, თითოეულ ყლუფს მოწიდებით და მოგზაურებით ღებულობდნენ. ამას იმიტომ ყვები, რომ ყველა ადამიანში ჩვენ რო ეძახით მოწყალების მთხოვნელები, ისინი ფიზიკურად არიან მოწყალების მთხოვნელები, მათ უჭით ფიზიკურად, მაგრამ მეორე მხრივ ისინი გამოითხოვენ თავიანთი ამნაირი ქცევით მოწყალებას უფლისაგან. ამდენად მოწყალების მთხოვნელები ორ რამეს ატარებს თავისავში, ეს არის ერთის მხრივ ფიზიკურად რაღაცას ითხოვ შენგან და მეორე მხრივ მოწყალებას გამოითხოვს ქვეყნისთვის, ერისთვის, უფლისგან თავიანთი ქმედებები და ჩვენი გაწეული სიკეთით. ანუ ორი აზრია ჩადებული, როგორი ორი აზრიცაა ჩადებული ამანათი, რომელიც ნიშნავს გზავნილს და ამანათი არის ადამიანი, ვინც გამოექცა თავიანთ თვისწონებს რაღაცის გამო, მესისხლეობის გამო დასახლდა ფშავში, დასახლდა ხევსურეთში და ისინი არ გააძევენ, პირიქით უფრთხილდებიან აი ამ ამანათს, ეს ამანათიც მათ ყოფა ცხოვრებაში ჩაიწერება და თავისი ცხოვრების წესით გამოისყიდის იმ დანაშაულ თავიანთი ჯვრის, თავიანთი ხატის ყმა ხდება მე და ამდენად ადამიანის გადაჩენს სამსახურება. ძალიან ბევრი რომა გამიძეს საუბარი, მე მსურს რომ მოწყალება წყალობა უფარო შეგვიწყალენ, წყალობა ნიშნავს დაკავშირებულია საღვთო მადლის, ზოგადად მადლის გაცემასთან, ამიტომ მოწყალია ადამიანი, ვინც წყალობის გამცემია, ხოლო გასხივოსნებულია ადამიანი, ვინც ყველაში და ყველაფერში ღვთის ხივს ხედავს. გასხივოსნებული ადამიანი ის კი არა გამბრძნობელი და ბევრი ცოდნა გააჩნია, ის ადამიანია, ვინც ყველა ადამიანში და ყველა დეტალში რაც ჩვენთან ხდება, ღვთის ხივს ხედავს. ამიტომ როდესაც დედაენას დაუდგეს ზეგლი, დედაენის ბაღში რო ზეგლი დგა, იქ ჭაბუკი მიფრინავს. აი ამ ზეცისკენ ამდენად დედაენა და ჩვენი ანბანი არის ის, რამაც უნდა მზეჭაბუკი დაკმაწვილი ზეცას აზიაროს, ზენას სამყაროს. ამდენად როცა დაუდგეს ზეგლი ანბანს, ანბანის კოშკი აღმართეს ბათუმში, ეს იდეა და ეს აზრია ჩადებული, რომ ქართული თითოეული ასო ჩვენს ქცევაში, ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს გენეტიკაში ჩადებული, როგორც აი ეს დნმ სპირალებით და ესაა ჩვენი გადარჩენის საწინდარი. ეხლა კი მე მინდა ჩვენი ლამაზი საუბრის დასასრულს შემოგთავაზოთ ერთი სიმღერა და ერთი ლექსი. სიმღერას ბუნებრივია თქვენ წაიღიღინებთ, იმდენ ლამაზი სტრიქონებია, თან ნაცნობი სტრიქონები. ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს, იავნანას დედასავით ტკბილად მღერიან, ცერქესიო სადან მღერის, აქ სულ სხვა არის და სამშობლოს ჩურჩულიც კი დედის ხმა არის. გადახედე მთებს აზიდულს გოლიათებად და ნაღველი ღრუბელივით გაიფანტება, ცერქესიო თანაც ღელავს თითქოს ზღვა არის და სამშობლოს ჩურჩულიც კი დედის ხმა არის. ამიტომ ქვია ჩვენს სამშობლოს დედა სამშობლო, ჩვენს მიწა-წყალს დედამიწა და ჩვენს ენას დედაენა. და ბოლოს უკვდავი მუხრამან ჭავარიანის ულამაზესი ლექსი დავამთავროთ. დღევანდელი ჩვენი საუბარი ანდუყაფარო მანადის კი მინდა გითხრათ, რომ რატო ამშვენებდა მთელი გადაცემის მანძილზე ეს ჭადის ფოთოლი ჩვენი ქართული ანბანის სუფრას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჩავატარეთ ამ ოჯახში მეგობრებთან ერთად წყინვარი საღამო, ანაკანანდელი საღამო 100 წლისავი ზღაპარს გიამბობს ჭადარი. და ეს ჭადის ფოთლები ამშვენებდა აქაურობას
და წარწერილი იყო ჭადის ფოთოზე ერთი სიტყვა. მაგალითად ამ ფოთოზე არწერია იყვნეს და უნდა გამოეცნო დამსწრე საზოგადოებას რომელი ლექსიდან იყო ეს სიტყვა ამოღებული კონკრეტულად ოს ანა კანადაზე საუბრობს ესაუბრება ბედედა ციკლაურს რომელიც აქებს და ადიდებს ქისტებს და გაოცებული ყმაწვილიანა ეკითხება რომ რა ისიც აქებ ქისტებს ბედედა მათ ვაჟკაცობას ზარადა სიმხნესო ეუბნება ბედედა ციკლაური რა ვიცი ქალა ვაჟკაცები იყვნენ,ო კიდე ჩამოუთვის უამრავი არგუმენტით ანა კანადაზე ამ მტρიანობას შეახსენებს და კიდევ ეუბნება თავგადაგდებით ბედედა ციკლაური არა ქალაო ვაჟკაცები იყვნენ,ო და ასე მთავრდება ლექსი რა ვიცი ღმერთმა მშვიდობა მოგცესო ამიტომ იმ მტრიანობას და იმ ცხოვრების წესს მტრიანობა არც ერქვა ის სხვა ჟამი იყო სხვანაირი ხედვა იყო სხვანაირი ეს ურთიერთობა ასახსნელი და ამ დიდ საიდუმლოს ეძიარა კიდე სანა რომელსაც თავისი ცხოვრების დიდი წილი გაატარა ფშავში შუაფხოში ამდენად ეს ჭადის ფოთოლი იმ ლამაზი დღის ხსოვნიშის ამშვენდა ჩვენს სუფრას და დღევანდელ დღეს ანდუ ყაფარო ლიპარიტო დანო თათანო ბარგატოვან და ბანოვანის ტანო ტატანო ბიჭო სესეო თოთიკანთ ქალო მელანო ვაჟას არწიო შოთას ვეფხო ტატოს მერანო ბზიფო ენგურო ალაზანო ტყარო იორო აგერ ახახან გადაცილო გალაქტიონო ქინძმარაულო ტიბანო ღვინო კახურო გამოსრულილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო დიდო კოლხეთო დიდო ქართლო დიდო შამქორო ვერ დამადუმონ ვერ დამზალონ თუნდაც ჩამქოლონ ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედურს მთები მასხია თქვენგნით ხოლო თქვენგნით რამე თუ თითოეულ ქართლს მთები ასხია ქართული ენით ქართული მუსიკით ქართული ცეკვით ქართული სიმღერით ქართული ურთიერთობით ქართული სიყვარულით ყოველივე ქართულით და საქართველო ისევე იხსნა ხევსურის სვანის მეგრელის იმერელის აჭარელის კახელის ფრანგულმა მახვილმა ფარმა და აი ამ სატევარმა როგორც გამოსროლი ხევსურეთით ლექსო ხალხურო ლექსმა სიმღერამ ენამ ანდრეზემა და ამათ გადაარჩინს და ამათ მოიყვანეს დღევანდელ დღეს ჩვენი ლამაზი ქვეყანა რომელსაც ილია ჭავჭავაძის არ იყოს ჩვენ ასე თავმოწონებით ჩვენს სამშობლოს ვიძახით გმადლობთ ღმერთთან დაგოცოთ ღმერთმა ბედნიერ აღდგომას დაგვასწროს ყველანი თქვენთან ერთად